1921 წელს გალაქტიონი წერს. თბილისი ცოტა გამოიცვალა. ჩვენთვის მოუწია დიდებული ხელოვნების სასახლე, ვაჩაბლის ქუჩა ნომერ 13-ში. მე დროებით აქ ვცხოვრობ. Хорошо. არ ყოფილა ვარიაციის ხნარი. უმარებით შემოსილი შეღამების გზარი ქროლითი ძვებს, ცისფერლანდებს და ხებში აქსოვს, ასე ჩუნი, ასე ნაზი კერცან დაგმას. 15 ნოემბერს არის გალაქტიონის დაბადების დღე. თუმცა პოეტს დაბადების და გარდაცვალების დღე არ აქვს. გალაქტიონი წერდა რუსთაველი მახსოვს ბავშვი, სეირნობდა ოქროს ნავში, კი ახსოვს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, ხოლო რუსთაველს უკვე უყვარს ვაჟა-ფშაველა, როდესაც წერს. მისი ხმისა მოსასმენა წყლით ქვანიცა გამოსხდიან. კი რუსთაველს ჯერა რომ ყველა საგანს ქვასაც კი სული უდგას, მაგრამ ეს მისი ანთროპომორფიზმი უკვე ვაჟა-ფშაველას სამშობლოა, რომელიც ამბობს, ხო ვიცი რომ ქვას ტვინი არ აქვს, მაგრამ რომ ფიქრობსო, საქმე იმაშია, რომ აი ეს საუკუნეები, დრო, ქრონოლოგია ორ პოეტს შორის იკეცება და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, ისევე ზუსტად როგორც აი ვთქვათ ლექსში სიტყვების გამოსახშირად, ამოსასუნთქად პაუზისთვის არსებობს ლიტერატურული ცეზურა. თუ შეიძლება ასე ითქვას, იქ სადაც ამოსუნთქვა დაჭირდა ღმერთს და პოეზიაში ღმერთის ხელი ურევია. წუხვარ ერთადერთი ვარ ამბობდა გალაქტიონი. პოეტი ყოველთვის ყველა პოეტი ალბათ ერთადერთია, მაგრამ გალაქტიონი ერთადერთი იყო მართლა და საქმე იმაშია, რომ არავინ არ მიიღო, არც გაიკარა, არც ერთმა ლიტერატურულმა მიმართულებამ, არც ერთმა ვითომ მეგობარმა პოეტმა, იყო ერთადერთი და იყო თავისთვის. მოხდება ხოლმე სამიზი დავს განუსაზღვრე. ვარსკვლავთა შორის ხივთა ტბაში არ ამყავს თოვლი. ბრძანებ, ტყის ქერში გაჩუმდება ნიავინელი, ვიტყვი და თრთოლად გადიქცევა ვერხვის ფოთოლი. მზე ჩემთვის ბწყინავს და მეფე ვარ ყოვლის მოქმედი. ცისფერყანწელების თანამედროვე იყო, რომლებიც ერთად იყვნენ და წერდნენ, ცისფერყანწელები დაარქვეს თავს ფრანგული სიმბოლიზმის გავლენ. ჩარლ ბოდლერი იყო ერთ-ერთი მამამთავარი და მის თეზას, მთავარ თეზას სიმახინჯის შესახებ ქართველი სიმბოლისტებიც იზიარებდნენ პოეტები, რომ ჩვეულებრივი ლამაზი რა არის, არაფერი და მათ ჭირდებოდა სრულყოფილი სილამაზე. გალაქტიონი სხვა პოეტი იყო, სხვა ბუნების პოეტი იყო, მას ჩვეულებრივიდან ამოყავს უჩვეულო და არა მახინჯიდან. ლექსი აქვს ბოდლერზე. ჩემი აზრით ეს სტროფი, რომელსაც გეტყვით, გენიალურია. იყო შარლ ბოდლერი მწარე და ძვირფასი, ღვინის საათია, თრობის საათია. ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე, რომელი საათია. ჩემთვის ეს მართლა გენიალური ლექსია და არა მარტო ჩემთვის. უშინდელმა გაიარა გუშინა, წინანდელმა გულივერ შეუშინა, დღადელ დღეს ბაღი შემოუშენა, ორი დღე უნდა იყოს სიახლე. ამ სიახლის სიხარული განაგებს, ახალ ველებს, ახალ დაბა ქალაქებს, ცოდნა, შრომა, სახკარს მიმოალაგებს, ორი დღე უნდა იყოს სიახლე. გალაქტიონის ლექსი მუსიკალურია, ხო, ფერი მათთვის, იგივე ცისფერყანწელებისთვის, გალაქტიონისთვისაც არის სინთეზი სიტყვაში ფერისა და მუსიკის. და როგორი მუსიკა აქვს, იცით, რომ აი მუსიკა რომ მიუყენო ნამდვილი კომპოზიტორის მუსიკა ალბათ წააგებს, ვერც მიუყენებენ, იმიტომ რომ ორი მუსიკა მოკლავს ერთმანეთს. აი ვთქვათ ასეთი სტროფი. ო ფიქრებო მლევნო ტაძრად, ოქცეულნო მტრად და ნაცრად, რად მიყვებით ასე მკაცრად, ჩამავალ მზეს, ჩამავალს, გაფუჭებს მუსიკა, შეცვლის. და რაზე ალაპარაკი გალაქტიონის ლურჯად ცხენები არის საერთოდ პოლიფონიური მუსიკა, სიმფონია. ამასაც სულ პატარა ნაწყვეტს რომ გქონდეს წარმოდგენა, გვაქვს წარმოდგენა, მაგრამ ჩემთვის არ შემიძლია.
როგორც ცეცხლის ნამქერი ჩამავალმზით ნაფერი ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში არ ჩანდა შენაპირი ვერ ნახე ვერაფერი ცივდა მიუსაფარი მდუმარების გარეშე და კიდევ ერთი უცნაური რამ, რომელზეც არ მილაპარაკია და დღეს არასოდეს არ მithქვამს და დღეს მინდა ვთქვა. გალაქტიონს აქვს ორი ლექსი ფაქტიურად იდენტური ერთმანეთის, მაგრამ ერთი არის ფაქტიურად სამშობლოზე, მეორე პოეზიაზე და ბოლოს სტროფები ასეთია. ჰე მამულო, გძნობა შენი მოვლისა, მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია, როცა გმირმა შენთვის სული დალია, თქვა სამშობლო უპირველეს ყოვლისა. და ფაქტიურად იგივე პოეზიაზე. სული გქონდეს უსპეტაკეს თოვლისა, მეგობრებო, სიკვდილამდე მექნება, მხოლოდ ერთი სიხარული შეგნება. პოეზია უპირველეს ყოვლისა და მინდა რა ვიცი უთხრა ყველას ჩემს ახლობელს, ნაცნობს, უცნობს, არ უნდა გვეშინოდეს პოეზიის. პირიქით თუ გაგვიჭირდა, პოეზია თავშესაფარი და მიგვიღებს. შემიშვი თოვლის სამშობლოში გემუდარები, სადაც მზე არის ლურჯი თოში ვერცხლის ზარები, სადაც შენახარ ღვთის ზამთარი და არა ლოთი, უსასრულობას რომ ამთავრებ თვალების ძროთი, ალბათ ამასაც გაყიდიან რომ ისცნება, ბავშვსა ზეცაში რომ კიდია მიმოზის თმებით, ეს პალტო ოფლით გაზინთული თმა ქერტლიანი, გინდათ გიჟის და ღვთის სინთეზი მრავალწლიანი, რა თავში იხლით პოეზიას განსაკუთრებით, გინახავთ სისხლი გადმოხრილი ფანჯრის კუთხიდან, ამ კუთხეს კიდე იდაყვები რომ ივახმარო, სევდის კიდეზე გაშენდება ჩემი სამყარო, შენ შემიყვანე მის სიღრმეში ქარების მხრიდან და ცოტა მან შემიყვარე იმ შენი ციდან. მადლობთ.